მოგესალმებით ყველას დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და საიტმა ისევ დამიჭირდა Gravity Falls-ი მეორე სეზონის მეცხრე სერია უნდა ვნახოთ დღეს. სათაურებს რომ გადავხედე ბოლოს 3 სერიის. გადავწყვიტე რომ ეს სერია გადამეღოცავდე, იმიტომ რომ სათაური აქვს ესეთი ასე მგონია ფილერი იქნება. The Love God სიყვარულის ღმერთი. დიდი ალბათობით ან Mabel-ზე იქნება, ან Wendy-ზე, იმიტომ რომ ორივეს აქვს სიყვარულის პრობლემები. უხეშად რო ვთქვათ, Wendy-ს ზოგადად არა მარტო Robbie-სთან და Dipper-თან და Dipper-თან სიყვარულის საერთოდ არ აქვს ჯერჯერობით. მაგრამ Mabel-ი შეიძლება უფრო. თან წინა სერიაშიც აშკარა იყო რომ Mabel-ი განიცდიდა თავის ყოფილების ამბავს და ნახოთ რა მოხდება. Gravity Falls-ი მეორე სეზონის მეცხრე სერია 3-2-1 დავიწყეთ. ვაუ, რა ძალიან მივაყარე ყველაფერი. ის ღრუბელი ციყვის გავს. ციყვის თვით ფრინავს უშვებს. მეხმედებოდა. ის ღრუბელი გავს ვახტს. ღრუბელს. დამსონ, რატომ არაფერი გამოგდის? მაბადიეთ. შეხედეთ ღრუბლებს. ნახეთ, ერთი გულის ფორმის ბუშს გავს. ღრუბლებს ბერები არ აქვთ. მართლა ბუშტია. ო, ვუდსტიკის ფესტივალია. რა? უდრა? ყოველწლიური ფესტივალია ღიაცის ქვეშ. ორეგონის ინდი ბენდების მონაწილეობით ყველა ჩვენი საყვარელი ბენდი მიიღებს კონცერტში მონაწილეობას. სიყვარულის ღმერთიც. ალბათ უკვე ნახე გაქვს მისი ვიდეო. ნათხარ დავაყამ სიყვარულისთვის. იმედი არავინ იღებდა. ყველა ის. ესე იგი ნამდვილი კონცერტი იქნება? აქამდე არასდროს ყოფილ ვარ. ამიტომ რომ ჩვენაერი გუნდი არ ყოლია. მედი დომსონ. ალოკე ღრუბელი. ალოკე. არ მჯერა რომ მართლა აკეთებს. რას აკეთებს? თუ ჩვენთან ხარ, კონცერტსაც ნახავ. მოჩვენებების ხმები. სასაფლაოს მოჩვენებების ხმები. ღია საფლავიდან მოდის. ღია საფლავიდან. შენ ჩაიხედე. არა შენ. დომსონ, ჩაიხედე. კარგად გამოიყენე დომსონი. ვაუ, სიკვდილს ჩახედე თვალებში. სიკვდილს ჩახედე თვალებში. რა თქმა უნდა არ გვაჩვენე, რაღაც სულელე იქნება დაწუნებული. ან ციყვი, ან ძაღლი, ან რა ვიცი. ან კატა. აი, ხოს გამოსცემ. ვიდეოში ძალიან მიუჩვეულ პრინციპს. Gravity Falls-ი. გახმოვანებულია აჯარანეთკომის მიერ. გაცილებით საშინელებაა ვიდრე ველოდი. რა? რობი? რატომ იმატობა? რობი? არის. ვენდი. გამარჯობა როგორ ხარ? უბრალოდ საფლობში ვარ. ჩემი ჩვეულებრივი დღეა. მილიონი წელი არ შეხვედრივართ. სად იყავი? იმედი ისევ ჩვენ დაშორებაზე არ დარდო. არა, რა თქმა უნდა, არა. ძალიან დიდი ხნის წინ დავშორდით. საყვარლობაა რომ საფლავში დარდო, მაგრამ დროა ცხოვრება განაგრძო. ყველაფერმა ჩაიარა. ვენდი მენატრები ძალიან არასდროს დამავიწყდები. ეს სხვა ვენდიზე იყო. ტელეფონი. უკვე უხერხული ხდება. სასაფლაოს გართობისთვის ვიყენებდი, ახლა მოსაწყენია. სასაფლაოს გართობისთვის ვიყენებდი, რა ფრაზა იყო ეს ახლა? აი, მე რობი. მოიცადეთ. მე ცოცხლი ბარკა. ხეც ტკივა. ისე არ მივატოვებთ. Mabel, ეგ ხომ რობია? იტანჯება. რობია. როგორ ვიყო ბედნიერი, როცა ვინმე მოწყენილია? არ შემიძლია. აი, გოგო. ბაჟეს. Mabel, ამ ზაფხულს გარკვევით ვისწავლეთ, რომ რომანტიკულ დრამაში არ უნდა ჩავერიოთ. ეგეც მართალია. თან რობის გარეშე მათთან უკეთესად ვართ. ეკნება შედავდოთ ყველაფერი. ასე არ ჯობია. რა ვიცი. შემჯამე. რა.
დრამატული ვიყავი. გაჭირდი. კი ვასახე. მაპატიეთ რომ იმის ნახვა მოგიწიათ. იცით რობის რა სჭირდება? ახალი გოგო. რომანტიკას აღეჯრეზინს გავს, როცა გემოს კარგავს, ახალი თუნა ჩაანაცვლო. მეიბელ, ასეთი მარტივიც არ არის. არის თუ საუკეთესო დამწყვილებელი ხარ. უკმაყოფილო კლიენტი არ მყავს. სუს და მელოდი შეხედეთ. ნახე. ჩავდივარ ნამდვილ კიბეებზე. მაგარია? ძალიან მაგარია. წყვილი შედგა და რა თქმა უნდა ბაჭბაჭა და კონვერსი. ეს წყვილი შედგა. ხაზე და გოჩზე მოქმედებს, მაგრამ რობინზე შანსი არ არის. შანსი არ არის? რობინზე ხო? ცისარტყელის პარკს ვახურებ გორილას. რა ხდება? მერტო. დიდი ბუშტები. შეკეთებული ველოსიპედები. ადგილობრივი მუსიკა. ვუდსტიკის ფესტივალი დაიწყო. სულ ჩაკეტე ხოხი. გადამალე ყველაფერი ნელები არიან. რამდენიმეს მე მიმხედავ. მისტერ ბაინს. ვფიქრობდი ყოველ წელს ამდენ პოტენციურ მომხმარებელს უარს ეუბნებით. მართლა გონია რომ ამ უსაქმურებით შეიძლება ფული ვიშევო? უბრალოდ დაადგინეთ მათ რა სჭირდებათ. როგორ მივიზიდო? სუსმა გადარჩინე ხალხის სიკვდილს. ესე იგი მათ დიდი ბუშტები მოსწონთ? ვაიმესტენ. ახლა შენ რა გვაკეთე ამ თემაში? რობი კატეხილი ჭიქა. შენ კი მას გაამთელებ. რობისტენ, ოპა. წინ დაძაბულობა მელის. როგორ ხარ? აუ. შენიერი დღეა. ამას არ ველოდი. თქვენ რობის მშობლები ხართ? მეგონა მოწყენილი მგლები ზრდიდნენ. ჩვენზე არ უყვართ საუბარი. ფიქრობს რომ ზედმეტად მხიარულები ვართ დამკრძალავი ბიუროს ფლობელების გვალობაზე. დამკრძალავი ბიუროს, ვაიმე. შემოდი. კრეკერები გინდა? კრეკერების დრო არ მაქვს. რობი უნდა გავამხიარულო და მშრალი პირით ამას ვერ შევძლებ. რობი, სტეისი ვალენტინო. პატარა გოგოა შენ სანახავად მოსული. შენადი შეგიძლია ლანჩი აუტანო. ქალბატონო, მომწონს თქვენი სტილი. იცი მსგავსი სვიტერი ვის მოუხდება? მისის გრაბელსონის გვამს. აბსოლუტურად. ვაიმე. ნაის რობი. ვაუ. თამთმები შეუღება. რობი, მეიბელი ვარ. აქამ დაშავიჩინე. არ გახსოვარ ტიპერის გოგო ვერსია. ტიპერის გოგო ვერსია. დადი აქედან. რაო, შემოდიო. ბაინსების ოჯახიდან აქ არავის მოსვლა მიხარია გასაგებია? შენმა ძმამ სიცოცხლე დამინგრია. ვაუ. ჰადა მეიბელი გამოასწორებთ ყველაფერს. ყოველთვის იდიოტი მეგონა. ვერთხი საწამლავის ადამიანურ ვარიანტს გავდი. ოჩი. განაგდე. მაგრამ როცა სასაფლაოზე გნახე, მივხვდი რომ არც ისე ცუდი ხარ. უბრალოდ გული გაქვს ნატკენი და სიყვარული გჭირდება. ასევე თითებიანი ხელთათმანებიც. უთითო ხელთათმანები მაგარია. ცდები. კარგი დამწყვილებელი გჭირდება. გარანტიას გაძლევ. ნამდვილ სიყვარულს გაპოვნინებ, ან დაიბრუნე ეგ მწუხარება. რომ დაგთანხმდე წახვალ? გარანტიას გაძლევ. აბა Gravity Falls. ვის უნდა რობისთან შეხვედრა? მართალი ვიყავი, ესე იგი, ვაუ. კარგი. ზარმაცი სუზი მოხუცია. რინდა პატარა. მრავალდათვა. მრავალდათვა. შესაძლო ზუსტად სიჩეცე. წინა ვიდეოში ვახსენე. ვინ შეიძლება იყოს? რა? გომბარს რა მოხდა? ვისაც უკვე ვიცნობთ? ვინ არის საკმარისად გოთიკური? ვენდი. რა თქმა უნდა. თქვენ მართლაც საუკეთესო წყვილი ხართ. მეტი სასუსნავები. მიხარია რომ მეც აქ ვარ. შვენიერია. ასე კონცერტზე სასუსნავებს შევაპარებთ. და ეს დიპერმა მოიგონა. კარგია. იდეები. ბიჭო შენში სიდიადეს ვხედავ. არა მგონია. დიადი. ახლა სახლში წადით და კონცერტისთვის მოემზადეთ.
არ დაგველოდო თამბერს. თამბერს ნუ მეძახი. ტიპიკური თამბერსი. თამბრი. შენ მე პაიმანზე. მე იდუმალი თაყვანისმცემელი ვარ. მეთქი ვინ დიზაინერები ისე თვითონ დაარევოდებოდნენ. ახლა სიყვარული აღმოცენდება სუზან. უყურე და ისევლე. რობი? შენ ხარ იდუმალი თაყვანისმცემელი? თამბრი? აი რა მივიღე. პატარა ბავშვი ანდერა. ისეთენ შეხვედრა ვისაც უკვე ვიცნობდი დამარცხების აღიარება. ისი ამბობ თითქოს მე მაინტერესებდი. თემბრი, შენ რომ აქამდე მომწონებოდი, აქამდეც გეტყოდი. ეს მდოგვია? ამას არ დავკარგავ. ახალი პოსტი. პაიმანი სოციოპატთან. ო, მობილურში ჩაძვერი, ჩვეულებრივი თამბერსი. ფრი თუ შეიძლება, წასაღებად. შეუძლებელია. მე ყველაზე კარგი მაჭანკალი ვარ. გაიგეთ, წავედით. და ახლა ორივეს გავფიქრე ხასიათი. ზად ხარ სიყვარულისთვის? სიყვარულის მართე. დიახ, ასე მომართავენ, დღეს ისტორია იწვება შენით. მესია ქრექვია. დედრობის ცდებამრობი. სიყვარული ნამდვილია და ეს ყველაფერი სახეზე გაქვს. რა ქვია პატარა ანგელოზო? მერიდით, პრობლემა გვაქვს. ის შენი სულის თანამგზავრია და მის გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებ. რა ვქნა? დაიჭირე, ხომ იცი რომ გიყვარს. წვილი შედგა. უნდა გავიგო ამას როგორ აკეთებს. გამარჯობა, მე მეიბელი ვარ თქვენი ფანი. უნდა ვთქვა რომ ყველაზე საუკეთესო დაწყვილება იყო. შეგიძლია საიდუმლო გამიმხილო. ჩვენ შორის დარჩეს და ჩემი სახელი უბრალოდ დამხვევა არ არის. ჩემო სიყვარულის ღმერთო. ნამდვილი ხარ? კერუბინი დამიძახე, ჩემ საქმეს ინტერნეტი აკეთებს, მე კი დროს როკ კარიერას ვუთმობ. გასეტა შენთვის. შვენიერია. შეგიძლია ყველაფერი შეაყვარო ერთმანეთს. ის გველი და მაჩვიც. გველი და მეთქი იმათ უძახდა. არ ვიცი, თული უნდა იყოს. ბუმ, წვილი შედგა. ველო მაჩვებს გააჩენენ. როგორ შეძელი? სიყვარულის ელექსირით. საზაფხულო სიყვარული, ახალგაზრდა სიყვარული, ანტისიყვარული. თითზე დაიდებ და მორჩა. ანტისიყვარული შეიძლება ელექსირი მჭირდება. რა ღირს? ციყვით გადახდი შეიძლება? არა, მოიცადე. არ არსებობს. შეიძლება იცი რა ჯობია, მაგრამ სუდი შედეგებით შეიძლება მოხდეს. მხოლოდ სერიოზულმა ექსპერტმა უნდა გამოიყენოს ეს. სიყვარულის ღმერთო, სახეზე მომიწერე ხელი. ჯერ შენ პატარა, ერთად ვიგიჟოთ. შეიძლება ფრის რაღაც დავამატო. რატომაც არა? ამჩნევი მზარეულები ყავს. შენ უეცრად მოსაწონი ადამიანი გახდი? მარც თუ ისე ჭირვეული ხარ. როგორიც მეგონე. გინდა აქედან წავიდეთ და ხალხში ვაკოცოთ ერთმანეთს. არა. ხალხში რა? რატომაც კი? რატომაც? თუმცა არა. აჯობებს რამე უკეთეს შევხედო, ვიდრე მობილურის ეკრანს. წვილი შედგა. ტელეფონი არ დაგეტოვებინა მას რესტორანში. ვინ არის მზად ძვირიანი ზაფხულის დღის გასაგრილებლად? ყოველ შემთხვევისთვის ერთმანეთი რომ დავკარგოთ, სასტვენები მოვიდანე. გიჟი. ტიპერი, ეს ბავშვი ჩემპიონია. თამბრის დაველოდოთ, მის გარეშე ხომ ვერ წავალთ. ბოდიში, მაგრამ ამჟამად ის დაკავებულია. თვალი ჩაგვრა. რას ნიშნავს? რატომ კრავ თვალს? ეგ და რობი ერთად არიან. ახლა ყველა ბედნიერია. რა? რობი და თამბრი? შეუძლებელია. რატომ? მან იცოდა რომ თამბრი მე მომწონდა. ეს როგორ გამიკეთა? თამბრი მოგწონს? და ეგ რობის უთხარი? და მე არა. შენ ყოველთვის დამცინი. იმიტომ რომ ასეთები ვარ ძმაო. როგორ გაბედა და ზურგს უკან ჩემს ყოფილ შეყვარებულს დაუახლოვდა. თვალებს ამოვთხრი. დაწყნარდით კონცერტზე დავაგვიანებთ.
კონცერტზე არ მოვდივარ. მით უმეტეს თუ ისიც მოდის. ეგ პრობლემა არ არის, რადგან მეც არ მოვდივარ. არც მე. მოიცადეთ. მე მხოლოდ ეს ჯგუფი მაქვს. უმეგობრო ხანაში არ დამაბრუნოთ. ახლა არავინ არ მიდის. შედგა? ყველა მოწელილია. არ დახვიდეთ. ჩემი საფოსტო ყუთი. რა ჩაიდინე? წლები ამათ წვალებას ვითბენ, რათა ეს ჯგუფი შევინარჩუნო. შენ კი ყველაფერი დაანგრიე. როგორც იქნე ერთად კარგად ვერთობოდით. მეც გუნდის წევრი ვიყავი. თუ ახლა ვერ დააშორებ რობის და თაბრის, გუნდი აღარ იარსებებს. არც მე და არც შენ მეგობრები აღარ გეყოლება. შუაშია. ამას შევჭამ. მეიბელ, ტიპერია შუაში რობის მერიას. ვიცი მართალი ხარ. სიყვარულის ღმერთისთვის ელექსირი არ უნდა გამომერთმია. სიყვარულის ელექსირი? თუ ჯადოა მისი გატეხვა შეიძლება. მართალია. და მე ყველა მეგობარი გახდება. შენი დახმარება მინდა. ეგზე და არ გიხდება. ვიცი. დაწვი. არც ცუდია. მათაშორის. უფრო სწრაფად გაბერესოს, სანამ ფესტივალი დასრულებულა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ალიასი ახლოს უნდა იყოს იმ თოგთან. ყველაფერში დარწმუნებული ვარ. ამუშავე ეგ ძრავი. ნავთით. მეტი ნავთი. დაბრუნდით. ამ ბილეთების გამო საათი გავყიდე. წამოდით რა. და ამას ვუყუროთ? არა, მადლობა. შეახუტებულები დადიან. ხალხში ხართ. ყველა გიყურებთ. ტიპერ წამოდი. ხმის შემოწმება სიყვარულის ღმერთისთვის. დასწავლები მოვახდინოთ. კუდიანებო თავზე მომეფერეთ. შეუძდაწყების დროა. შანსი მოგვეცა. ანტისიყვარულის, კი. ნახოთ. ლეკვის სიყვარული, შიდა სახეობრივი სიყვარული, კანტრი მუსიკის სიყვარული, ანტისიყვარული. აი, ელექსირის ეფექტის შესაბრუნებლად უბრალოდ მიაშხურეთ მსხვერპლ ციკი და უყურეთ როგორ უკვდებათ გული შიგნიდან. კარგად გერს. შენ ბარავდი არა? ეს არ მომწონს. ნაპატია შეცდომა დაუშვი და უნდა გამოვასწორო. ცდილობდი გამეფრთხილებინი საშიშია მეთქი. მე კი ფიცი დავდე და უფლებას ვერ მოგცემთ. მოიცე, სად მიდიხართ? მაპატია სიყვარულის ღმერთო, მაგრამ ასე ჯობს. დაბრუნდი. დიპერ დაიჭირე. სცენაზე რა გინდა? დაიჭირეთ ბავშვები. შეზდეგით, ჩვენ დაგაულვაშებთ ყველას. კარგი იყო. მადლობა. ყველა ყველაფერს ეხება არა? დამიბრუნე. როგორ ხარ? აი გასეტა. ჯანდა ბაიფრინე. მიდი. რამდენი ხანი არ გამომიყენებია. დიპერ, ერთი სწორი გასროლა და ერთი არასწორი და ყველაფერი გამოსწორდება. აი მე ახლა ყველაც მის დააშორე. მაბადიეთ, მაგრამ სხვა გზა არ დამიდოვეთ. ძარცული გულის ტკივილები. დაბრუნდით მეიბელ. და მოგწონ ხარ? კი, ნამდვილად, აბსოლუტურად. გონი ამას დავიჯერებთ? რა თქმა უნდა, გამოყვებით ცოლად. ბიჭი $10-დან და მოვიწყდა რომ მომწონდი. ჯანდაბა მეიბელ, ნამდვილები არ არიან. მოგვეცი ელექსირი მეიბელ. ეს ჯუჯები. მეიბელ არა. მანტო გეიდი. ელა. როგორც იქნა მორჩა, როცა აუშვებთ მიხვდებიან რომ მე ახალგაზრდები მიყვარს. მე მიყვარს ბავშვები. კარგი, გაუშვი. არა, ასოები აირია. რა ჯანდაბა? აი. ბავშვებს ჭამს? ჩვენ ხომ ბავშვები ვართ? საშინელი გემოვნების გამო ვიშებით. დედა, ეს თავი შეგჭამს? ო, ჩარლი, შეგჭამს. ვაიმე. ეს ზედმეტად მეიბელ მახია, ისე. ხეთქართ მანდ გაიქცა. დავიჭირე.
მოულემც იყოს ჩემი დიდი გული. გოდიში ბავშვებო ასე ხდება, როცა ღმერთს ებრძვით. მხოლოდ 3-4 დიდებულ ქმნილებას შეუძლია შემეჩეროს. ერთ-ერთი მათგანის კვებით ჩამოდის. და რა თქმა უნდა მაინც და მაინც იმედი არავინ მომკვდარებს. საშინელება იქნებოდა. რა ჭირს ამ ხალხს? ჩემს ახალგაზრდობაში ციდან დირიჟაბლები წვიოდა. ის არის საშინელი კაცია. იცი რა, ახალგაზრდების სიყვარული არაფერი. მათი შიში კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვაუ. სიყვარული ღმერთო, კარგად ხარ? კითხვა უკვდავი აღმოჩნდი. დავიღალე. სიყვარულის ღმერთის სცენაზე. აი გამომართვით, ყველა მიაშხურე. გინდა ხალხს ცხოვრება ურიო? ღმერთი იყო? აიღე, მე დავიღალე. უბრალოდ დავაშორეთ ვენდის და თამბრის. წაყვის რგოლები ვენდის და თამბრის. რობის და თამბრის. ჩვენი დროა. დაშორდებიან და ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება. მეიბელ მადლობის გადახდა მინდოდა. რაც ვენდი დამშორდა უბედური ვიყავი, მაგრამ მართლაც ამბობდი. უნდა განვაგრძო ცხოვრება. ახლა კი ბედნიერი ვარ. უცნაური არა? რობი, ხალხი ჩვენ სურათზე აკომენტარებს. ტიპერი იქნება არაფერი შევცვალოთ. ჩარევას ყოველთვის რაღაც ცუდი მოაქვს. მართლა შეეფერებიან ერთმანეთს. თუმცა არა სასიამოვნო. და მეგობრებზე რა ვქნათ? აი ხო. იქნებ თვითონ გამოსწორდეს. რამეს ალბათ შეუძლია მათ შერიგება. მეგობრების ტორტი გამოვაწყე. ყველაფერი დავივიწყოთ. ჩემი ტორტი. შემოტანილი საკვები. დაიჭირეთ. ნახეთ. ეს ტომსონია? მიდი შეებრძოლე ტომსონ. საჭმელი ასროლე. იდიოტობა იარაღიც გამოიყენე. ტომსონ. ხარს მაინც უჭირდა, ესეც კაია. ვენდი და თამბრის შერიგდნენ. ვენდი და რობიც. გალი ყველაფერი რიგზეა. როგორც ჩანს, მართლა არსებობს გენიოსი მაჭანგალი. ყველაფერი რიგზეა. ფილმს ახმოვანებდნენ მსახიობები ალექსანდრე ხურასპედიანი და ნესტან ხახუბია. მის რეჟისორი ზურა გოგლიანი. გახმოვანებულია აჯარადეთკომის მიერ. ვაუ, ესენი დაქორწინდა. საინტერესო სერია იყო. ესე იგი Gravity Falls-ი მეორე სეზონის მე-9 სერია. ბევრად უარესი წარმომადგენია ეს სერია და საკმაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ასე განვითარდა სიტუაცია. როგორც ჩანს, ყველაფერი და ცოტა არასწორია. მე თუ გითხრათ ასე მოაჯადო ეს უბრალოდ და ესე დატოვეს რობი და თამბრი, მაგრამ რავი, იქნებ ნასინაბილოში შევყვანეთ ერთმანეთი. მაგრამ რა თუ არ გავქმებენ რაღაც გავიგებთ. ჯანდაბას რაც არის იყოს. სიტუაცია ზოგადად მომწონს ვენდი და რობი შერიგდნენ. შერიგდნენ როგორც მეგობრები უკვე, ისე ტიპერს შანსი აქვს, არა. ჯერჯერობით არა. ჯერჯერობით მართლა, პრობლემა ის არის, რომ თუ როგორც ტიპერი 12 წლის არის ვენდი 15-ის, ეს 3 წელი არ არის იმდენად დიდი სხვაობა, როდესაც უფროსები არიან, მაგრამ ახლა ამ ასაკში ნამდვილად ჩანს სხვაობა და ცოტა უცნაური კი და ძალიან უცნაური საყურებელი იქნებოდა. მომავალში შეიძლება ვნახოთ. კაი სერია იყო, მომეწონა. ცოტა დავიქრინჯე დაწყვილებებისგან, მაგრამ ზოგადად სერია კარგი იყო. მეც ვერაფერს ვიტყვი.
სერია მართლა მომეწონა, სიუჟეტური როგორც ასეთი, სიუჟეტური არაფერი, მაგრამ არც ფილერი იყო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პერსონაჟების განვითარებაში, ასე რომ ვთქვათ, რობის, ვენდის და მეიბელისაც სხვათა შორის. და კიდევ მომეწონა კიდეც რომ გვაჩვენეს ტიპერის და მეიბელის ტიპერს და მეიბელს როგორი ურთიერთობები აქვთ იმათთან, ვენდის მეგობრებთან. ეს კარგი იყო. გაიდაგე მშვიდობებით. იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარები, გამოიწერეთ ჩემი არხი და გააქტიურეთ ზარისკი ლайკი. მადლობა ყველას და გისურვებთ საუკეთესო დღეს. კარგად ბრძანდებოდეთ.